თუ გინდა შეწყვეტო ყველაფრის საკუთარ თავზე მიღება და ნებისმიერი უკავშირის საკუთარ ფასეულობასთან მიბმა, დაგჭირდება რამოდენიმე ხერხი და ცოტაოდენი ინფორმაცია. შენ იცი, რომ არსებობს როგორც კონსტრუქციული, ისევე არაკონსტრუქციული კრიტიკა და ვიმედოვნებ, რომ ამ ორის განსხვავება ერთმანეთისაგან იცი. სამწუხაროდ ყველას აქვს აზრი, რომელიც გამოთქმაც მუდმივად სურს. ეკითხებიან ამას თუ არა და მისი კონტროლი პირადად თქვენ ნევროზამდე მიგიყვანთ, მაგრამ ის თუ როგორ არ მიიღოთ პირადად საკუთარ თავზე,ახლავე გეტყვით. ჯერ გავარკვევთ, რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს მდგომარეობა. ეს შეიძლება იყოს არასტაბილური თვითშეფასების გამო, ადვილად მსხვერპლი იდენტობის გამო, ან კოგნიტური გამრუდება პერსონალიზაციის სახით, რაც საკმაოდ ხშირი ფენომენია და მიეკუთვნება ისეთ გამრუდებათა ოჯახს, როგორებიცაა აზრების კითხვა და კატასტროფიზაცია, ან ზემგრძნობიარობა სოციალური საფრთხის მიმართ. შესაძლებელია ტვინის გარკვეულ ნაწილში სახელად ამიგდალაში იყოს პრობლემა, რაც ჰიპერსენსიტიურს ხდის ადამიანს ბევრი საკითხის მიმართ. ან ისეთ სოციუმში გაიზარდე, სადაც არაფერი არ უნდა შექსლოდა და ყოველთვის ყველა გიყურებდა და ცხვირს ყოფდა იქ, სადაც მათი საქმე არ იყო. ამავდროულად გასათვალისწინებელია, შენი მხრიდან მთავარი გმირის სინდრომს ხომ არ უჭირავს გარკვეული თანამდებობა შენს ლამაზ ცხოვრებაში, ან გადაჭარბებულად დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს საკუთარ თავზე, რაც ზომიერ დონემდეა დასაწევი. ახლა დაუბრუნდეთ ძირითად ხერხს. როდესაც ვინმე გაგაკრიტიკებთ, კონსტრუქციული კრიტიკა მიიღეთ, არაკონსტრუქციული კი დაგმეთ. დააკვირდით, თუ არაკონსტრუქციულია, მალევე მიხვდებით. მაგალითად, ადამიანი გეუბნება წინადადებას, ძალიან საზიზღარი ხალხთან გამოსვლებში. შეგიძლია თქვა, რომ კი, ზოგჯერ კარგად არ გამომდის, მაგრამ საზიზღარი, ეს ცოტა ზედმეტად გაზვიადებულია. თუ დააკვირდებით, აქ არაფერი ითქვა კონკრეტული. მაგალითად, დიქცია გაქვს ზედმეტად ნელი, ან ხშირად ბორძი-კოფრისი მოსმენაც რთულია, თორე სისაზიზღრის გაგონებაზე მოდის დარცხვენა, პატარავდები და შენეული ინტერპრეტაციით იწამლი თავს. და რადგან ჩვენი ტვინი მიდრეკილია ყველაფერს მოუძებნოს ახსნა და ამ ადამიანმა არ გითხრა ის თუ რა იგულისხმა, ეს ინფორმაცია ჩარჩება წლობით. ამ დროს უნდა აახსნევინოთ რა იგულისხმა და თუ ახსნა არ სურს, ესე იგი დიდი ალბათობით ისედაც არ მოსწონხართ და მანდ გამოსვლები კი არა ცოტა არ იყოს და პიროვნული ზიზღია და მაგ ადამიანზე მორგება დიდი ჯაფაა, რომელიც გაწევაც ნამდვილად არ ღირს. ესე იგი, აიდენტიფიცირებთ კონსტრუქციულია თუ არა კრიტიკა, ან არაკონსტრუქციული, ცდილობთ დააზუსტოთ რა იგულისხმა ამ ადამიანმა, თუ კრიტიკა ბუნდოვანია და თუ გაზვიადებულია და მოწოდებულია შინაგანი ემოციის სახით, მაშინ ცდილობთ გაზვიადების ზედმეტობის აღნიშვნას. და თუ არავინ არაფერი არ გაითვალისწინა, ჯობია საერთოდაც შეეშვათ.